დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი, ეხლა ესეთი საჯარო გაშლით, თქვენი და თქვენი პარტნიორის დიალოგი. აი, რომ შეიძლებოდეს, როგორი იქნებოდა თქვენი დიალოგი. თქვენ თუ გინდათ ჩაიფიქრეთ, აი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, ის ადამიანი, პიროვნება, თუნდ ნათესავი მეზობელი არ აქვს მნიშვნელობა და გავარკვიოთ ეხლა. რადგანაც თქვენ არ იმყოფებით ერთად, აი თქვენი დიალოგი როგორ შედგებოდა. ჯერ დავიწყებ ეხლა თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით. აქ არის გაურკვევლობა, ჩხუბი, დაკარგვა, ნერვიულობა საყვარელ ადამიანებზე. აქ არის შიში კიდე, იმის რა ქვია, შიში არის პასუხისმგებლობის, სტაბილურობის, არასტაბილურობაში იმყოფებით, გააქვთ ძალიან ბევრი უსამართლობა ცხოვრებაში, სირთულეები, სიძნელეები, აი ძალიან ცუდი და ძალიან ისეთი სტრესული ფონის ადამიანები მიყურებთ, თუმცა სამყაროს იმედი გაქვთ მეგობრებო. სრულყოფილების და აღიარების იმედი გაქვთ სამყარო და სამყაროს განაჩენის ძალიან გჯერავთ. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ. გაწონასწორებულები და მშვიდები. თუმცა თქვენ ყველაფერს გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, ესე უბრალოდ არ ხდება, ჩემო მეგობრებო. ამიტომ ყველაფერს შინაგანად თქვენ გრძნობთ და თქვენ იცით უკვე. მე რასაც საუბრობ და თქვენ ისიც კარგად იცით, რომ აი რატომ ხდება ეს ყველაფერი და საითკენაც მიდიხართ. ისიც კარგად იცით, რომ სამყარო თქვენს გვერდით არის. ეხლა თქვენ როგორადაც იქცევით, ეს საჭიროა, რომ ასე იყოთ, გაწონასწორებულები, მიზანდასახულები და აი როგორც გინდათ ისე დაარქვით, ეს არის ყველაფერი თქვენი გათამაშებული სცენა, თუმცა შინაგანად ძალიან ცუდად ხართ. ამ ყველაფერს სხვებს არ აჩვენებთ, მეგობრებო. ზოგჯერ არ გინდათ რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები საკუთარ თავთან და ამიტომ მამაცურად გიკავიათ თავი, გიჭირავთ თავი. მეგობრებო, თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას, თქვენს ენერგიებს, გავაგრძელოთ ყურება. თქვენი და თქვენი პარტნიორის დიალოგი. მე ახლა კარტებს გავყოფ ორ ნაწილად, ჩემ დასტას გავყოფ ორ ნაწილად და ნახოთ ახლა თქვენ და თქვენი პარტნიორი. საშუალება რო გქონდეთ. თქვენი საუბარი როგორი იქნებოდა, ჩემო ძვირფასებო, თქვენს თვალწინ გავყოფ კარტს. თქვენს თვალწინ გავყოფ კარტს. ეს იქნება თქვენი, ეს იქნება თქვენი პარტნიორის. დავიწყებ თქვენით. აი თქვენ რას ეტყოდით? თქვენ ეტყოდით იმას, რომ რასაც აკეთებ, ეს არის სპეციალურად გაკეთებული და თქვენ ეტყოდით იმას, რომ ყოველთვის ახალ გზებს ეძებ, უკან დასაუბრუნებელს და არაფერი არ გამოგდის, იმიტომ რომ არასწორად იქცევი. ამას ეტყოდით. არასწორად, აი თქვენ მიუთითებდით ყოველ მის საქციელს, ჩემო ძვირფასებო. კი, ეტყოდით იმას, რომ თქვენ დაგკარგათ, გაგცვალათ ფინანსებში, მოკლედ ყველაფერში, თქვენს გარდა ყველაფერი არჩია ამ ადამიანმა და შეცდომები, მოკლედ. აი ესეთი გექნებოდათ მასთან საყვედურები რო იტყვიან. ამიტომ წახვედით მისგან. აი ამას ეტყოდით, რომ თქვენ ამიტომ წახვედით მისგან. აქ დავაწყობ თქვენს კარტებს, თქვენს საუბარს, ქვემოდან გავაკეთებ თქვენი პარტნიორის საუბარს, ჩემო ძვირფასებო. აბა ვნახოთ ეხლა თქვენი პარტნიორი რას გეტყოდათ. აი ამ ყველაფრის შემდეგ რა პასუხს გაგცემდათ, მეგობრებო. აი თვითონ რას გეტყოდათ. ძალიან ვღელავ და განვიცდი, ვარ არასრულყოფილებაში, ის რაც მაქვს არ მანიჭებს სიამოვნებას და ვიმყოფები ცალმხრივ სიყვარულში, თუმცა ვიმყოფები შეიძლება ურთიერთობაში, ან თქვენ ხართ მასთან ურთიერთობაში, ან ეს ადამიანი ფიქრობს ურთიერთობაზე, უნდა სიყვარული, უნდა ნიშნობა, უნდა ქორწინება და ეს ყველაფერი უნდა თქვენთან, მაგრამ ძალიან ცუდად არის. აი ძალიან ცუდად არის. კიდევ რას გეტყოდათ? ეს ყველაფერი მინდოდა შენთან, მაგრამ ავდექი და წავედი. ვიკამათეთ, ვიჩხუბეთ, დავცილდით, მე წავედი და წავედი. წავიღე ჩემი ემოცია, წავიღე ჩემი სიყვარული და წავედი. ამ ყველაფრით წავედი. იმიტომ წავედი, რომ იქ სადაც წავედი, საქმე მქონდა, დამოკიდებული ვარ იმ ცხოვრებაზე, იმ საქციელებით, იმ ოჯახით, იმ დედმამით, იმ სამსახურით, სადაც ვარ და სადაც წავედი. თუმცა მივხვდი, რომ დავაშავე.
ანუ აღიარებს, რომ დააშავა ჩემო ძვირფასებო, კიდევ რას გეტყოდათ? ძალიან ცუდად მოვიქეცი შენთან. ძალიან ცუდად მოვიქეცი შენთან, თუმცა აქ არის კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც არის მის ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. თქვენს ურთიერთობაში ჩადგა ქალი, ეს შეიძლება იყოს დედაც და ეს შეიძლება იყოს პარტნიორიც, ვიღაც და ეს შეიძლება იყოს მეგობარიც. არ გამოვრიცხავთ, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. კი, ეს იყო დამალული, ეს თქვენ არ იცოდით და ეს იყო ყველაფერი ქმედებები ჩუმად. კიდევ რას გეტყოდათ? ანუ ეს რაც გავაკეთე შენგან მალულად, ამ ყველაფერმა არ მომიტანა სიკეთე, ამიტომ გრძნობს თავს დამნაშავედ, მეგობრებო და ამბობს იმას, რომ ეხლა აქვს უძილობა, ეხლა აქვს გეგმების ანუ გეგმებს ვერ ახორციელებს, ეს არის ტყუილი არსებობა ყველაფრის თავის ცხოვრებაში, ამიტომ ძალიან ცუდად არის. კარგით, ეხლა თქვენ რა პასუხს გასცემდით? ბედის ბორბალი ამოვართ და ქვემოდან თქვენ რა პასუხს გასცემდით? თქვენ რა პასუხს გასცემდით და თქვენ ეტყოდით იმას, რომ პასუხის მეგობრებო, რა გავაკეთო? შენ მე მაქციე ზურგი, ნახეთ? ნახეთ როგორ ამოხვედით? თქვენ ეტყოდით იმას, რომ ჩვენ გვინდოდა ბედი ერთად დაგვეკავშირებინა, მაგრამ შენ მაქციე ზურგი, ნახეთ? თქვენთან ზურგით დგას ეს ადამიანი და თქვენ ეტყოდით იმას, რომ შენ მაქციე მე ზურგი, შენ მიმატოვე, შენ დამტოვე. დამიბნიე ცხოვრების გზაკვალი, დამიქვეითე ნერვიულობით ყველაფერი. ეხლა იჯექი და უკვე დააგვიანე. შენი დაბრუნება უკვე დაგვიანებულია. უკან არაფერზე არ დაიხიე იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო ჩვენი ურთიერთობა. აი, მეგობრებო, ესე უთვალთვალებთ თქვენ მას და თქვენ ეუბნებით, რომ მე ყველაფერს ვუყურებდი შორიდან ამ ყველაფერს და უკან არ დაიხიე შენ იმის გამო, რომ აქამდე მიგეყვანა საქმეო. კიდევ რას ეტყოდით? კიდევ რას ეტყოდით? თქვენი საუბარი. კიდევ რას ეტყოდით, მეგობრებო? რომ ხარ ეგოისტი, რომ ხარ ეხლა ფინანსურ პრობლემებში, იმიტომ რომ არასტაბილურობის შიში გაგდა, გაკლია ჩემი ენერგია, ამას ეტყოდით. გინდოდა წარმატებას მიგეღწია, მაგრამ აღმოჩნდი სირთულეებში და პრობლემებში. კიდევ აი ჩვენი ოჯახი და აი ჩვენი ოჯახზე ფიქრი. დამთავრდა, დასრულდა, აღარ არის. всё, მორჩა კინო წაისახშიო. უნდოდა, გინდოდათ ერთად ქორწინება, მაგრამ არაფერი ჩემო მეგობრებო არ გამოგივიდათ. თავისი საქციელით. ეხლა ვნახოთ თვითონ რას გიპასუხებთ ამასობაში. თვითონ რას გიპასუხებთ ამასობაში. თავისი პასუხი. კი, სტაბილურობა დაგირღვიე, წაგართვის სტაბილურობა, დაგიკარგე სტაბილურობის სურვილი. სულ კამათობდით, სულ ჩხუბობდით, სულ გქონდა გაუგებრობა, სულ იყო პრობლემები ურთიერთობაში. ეს იყო მანიპულაციები, აქ იყო შეიძლება მაგიებიც, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ რომ იყო მაგიებიც, იმიტომ რომ აქ არის ადამიანის ჩარევა, აქ ჩანს ადამიანი, ქალბატონი, რომელიც თქვენს ურთიერთობაში ჩადგა და არ გამოვრიცხავ რომ აქ იყო მანიპულაციები და აქ იყო მაგიებიც ამ ქალიდან, თუმცა თქვენი პარტნიორი უკვე ხდება ამ ყველაფერს ჩემო ძვირფასებო და მან უკვე მიხდა ეს ყველაფერი რომ რაღაც ვერ არის ისე როგორც იყო საჭირო. ამიტომ შეცდომებზე საუბრობს, არეულ დარეულობაზე საუბრობს, დადგმულ სცენებზე საუბრობს და უპატიოსნო თამაში, უკიდეგანო უპატიოსნო თამაში და თქვენ აქციეთ უკვე ამ ადამიანს ზურგი. უკვე მიხვდა რაშიც არის საქმე. კი ბატონო, უკვე მიხვდა და ეხლა ძალიან ცუდად არის. ნგრევებშია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფერ დანაკარგებშია თქვენი პარტნიორი და აუხდენელი ბევრი ოცნება აქვს. ბევრი აუხდენელი ოცნება აქვს. საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, გრძნობს თავს მიტოვებული და მზე უნდოდა ყოფილიყო თავის ცხოვრებაში, მაგრამ არა აქვს. თუმცა ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრიც რომ ეცადოს, უკვე აღარა აქვს. წააგო, დაკარგა ის სიყვარული, ის სიმდიდრე, ის ბედნიერება, რაც შეიძლებოდა ქონოდა თქვენთან, ასე რომ გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო.